Postfactumi brundeba პირდაპირ ეთერში. Გასულ კვირას ოქროყანაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვის გარდაცვალება რიგით მეოთხე ტრაგედია აღმოჩნდა, რომელიც საავტომობილო გზის ერთი და იგივე მონაკვეთში მოხდა. ადგილობრივები წლები აქ უსაფრთხო გადასასვლელის მოწყობას ითხოვენ. იქნება ეს შუქნიშანი თუ სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი. თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. იმისთვის რომ 8 წლის ბავშვის გარდაცვალება მხოლოდ ტრაგიკული საგზაო სტატისტიკის ნაწილი არ გახდეს და რაიმე მაინც უკეთესობისკენ შეიცვალოს, ხმას ახლა მისი კლასელი იმაღლებს. პატარა მეგობრის და მისი მშობლების ეს მაგალითი კი შესაძლოა სამოქალაქო აქტიურობის კარგი პრეცედენტი აღმოჩნდეს. ფეხით დადიან სკოლაში, მაგრამ სოთა იქით გადავდივართ ხოლმე, მაგრამ უკვე ვიცოდი როგორ სწრაფად დადიან მანქანები აქ. და მერე გავიგე იმ დღეს შაბათს იყო, რომ გიოს დაიღუპა, მანქანა დაიჯახა და ხო, ძალიან ცუდი ამბავი და რთული დღეები გქონდა ყველა აქ მეზობლები. ეს ჩემი უბანი არ არის, მაგრამ ჩემი შვილები დადიან სკოლაში ამუბნის ბავშვებთან ერთად და ის ბიჭი თონიკეს თანაკლასელი იყო და ხო. რა ვიცი. Yay! You're gonna say hi to Theo again. კოველდილას ჩვენ იქ ვსხოვობთ და ფეხით დავდივართ სკოლაში კოველრია მინდორში. და სასაფლაო ჩვენი გზაში არის და კოველდილას ამბობს დილამშვიდობის გიო და ისა თონიკეს აჩევანი იყო ეს კოველები ლუჯი უნდა და დღეს რომ დაიღუპა გიორგის და თონიკე რომ გაიგო ის ამბავი რა თქმა უნდა თიოდა მე მითქვა რომ გიო ახლა იქნება ჩემი უხილავი მეგობარი და სულ ჩემს გვერდში იქნება მე ვიცოდი რომ შიგნით ხონდა ბევრი კივილი და ვიფიქრე შეგვიძლია გავაკეთო პოზიტიური აქ ვინ სხოვობს ბევრი ბავშვი. და მანქანები როგორ დადიან აქ? ძალიან სწრაფად. და რა გვჭირდება აქ? უსაფრთხო გადასასვლელი. ხო. და თბილისის მერიისგან გვინდა, ხო? ხო. გადასასვლელი ბავშვებისთვის. ხო? თორნიკეს ემოციური Facebook მიმართვა თბილისის მერიას გიოს ვეღარ, მაგრამ სჯერათ ამუბნის მომავალს მაინც დაიცავს. მე ამ სიტუაციისგან ვისწავლე, რომ ჩუმად არ უნდა ვიხოთ, გამგეობასთან უნდა წავიდეთ, მერიასთან უნდა წავიდეთ და რამე უნდა გავაკეთოთ ჩუმად თუ ვიხოთ, ყველაფერი არ მოხდება. 15 წლის წინ ინგლისიდან საქართველოში დასახლებულ ქეთი დევის სჯერა სამოქალაქო აქტივიზმს ცვლილებები მოაქვს. მე ვცდილობ რომ ვასწავლი ჩემს შვილებს რომ უნდა თუ რამე უნდა იბრძოლეს იმისთვის. უნდა ვიბრძოლოთ ცოტა და ჩუმად არ უნდა ვიხოთ და მოდი შეიტანეთ ეს 2019-ში მაქვს შეტანილი. მე იმათმა გადაგვამისამართეს პირდაპირ ტრანსპორტის სამინისტროში. მეზობლების ოფიციალური მოთხოვნის მიუხედავად მერია მათ მხოლოდ ახლა 8 წლის გიორგის გარდაცვალების შემდეგ თორნიკეს მიერ ჩაწერილ ემოციურ Facebook მიმართვას გამოეხმაურა. ტენდერი გამოაცხადა და ადგილობრივებს სიჩქარის შემანელებელი ბორცვის დამონტაჟებას დაჰმირდა. ანალოგიური შემთხვევა იყო აქ ორი გოგო დაიღუპა, ახალგაზრდა, ფეხმძიმე იყო ის გოგო. კიდე აგერ თქვენც ნახავდით, ბიჭი დაიღუპა. მეგობრებისგან. კეცას მეგობრებისგან. ზუსტად იმავე ადგილას, სადაც გიო დაიღუპა წლების წინ, ისევ საგზაო შემთხვევას შეძრული სხვა ახალგაზრდისთვის მეგობრებს მოსაგონებლად ჯვარი დაუდგამთ. სლიები არსებობს ის პრობლემა და
ხო, რა თქმა უნდა, მე როგორც ყველა დედა მეშინია ბავშვების ამბავზე, სამსუხაროდ სანამ მოხდა ეს სუდი ამბავი შედეგი არ იყო, მაგრამ ახლა ცოტა ხანში იმედი გვაქვს. და რა თქმა უნდა, თუ მხოლოდ სიტყვებია მერიისგან, ხო, გავაკეთებთ და იქნება. თუ არ იქნება, ბრძოლა იქნება ჩვენგან. თორნიკე ახლა სკოლაში სწავლას მარტო აგრძელებს. თანაკლასელები ისევ ონლაინ სწავლობენ. დედეს ჯერა რომ ტკივილი ბრძოლის შედეგად მიღწეული გამარჯვების განცდით ოდნავ მაინც განელდება და მოსახლეობას სამოქალაქო ბრძოლით გამარჯვების მაგალითი და პატარა მეგობრის მოსაგონად უსაფრთხო გადასასვლელი ექნება. განისვენე შვიდად გიო სამუდამოდ მეგობრები 2022 გული. იმედია ჩვენი რეპორტაჟის გმირს ჩანაფიქრი გამოუვა და მისი და მისი სხვა მეგობრებისთვის უსაფრთხო გადასასვლელს მიაღწევს, წარმატებას უსურვებ ამ პატარას. ახლა კი მარტო ხელა პენსიონერი, რომელიც ზუსტად 11 წელია კოსტავას ქუჩაზე ერთი და იგივე ადგილზე მიდის და მოქალაქეებს შემწეობას თხოვს. წლების განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა, თბილისიც, ადამიანებიც, ცხოვრების ტემპიც, უცვლელია მხოლოდ ბათურა. ძაღლი, რომელიც ერთგულ მეგობარს ყოველ დილით ერთსა და იმავე ადგილას ელოდება. შესაძლოა თქვენც შეგიმჩნევიათ ეს წყვილი, ეს ორი მარტოსული, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად ერთმანეთის ეიმედებათ. ჩვენ ამ უჩვეულო მეგობრობის ისტორიით დავინტერესდით, რომლის მიღმა აღმოვაჩინეთ მარტოხელა პენსიონერის მძიმე ყოფა, რომელიც ბედის უკუღმართობით წლების წინ ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. ერთი ორი წელია აქ ამ ბინაში ვარ. დროებით ვარ, კაი ადამიანმა შემიკედლა. მალე უნდა წავიდე აქედან. თითქმის არავინ არ მოდის ჩვენთან, არავინ არა. მარტო ვარ. ვინმე რო იყოს ესე არ ვიქნებოდი. მეორე მყავდა და მომიკვდა. იმის მერე ესე ვარ. ხო და მარტო რო ვიყავი, შვილი მოვიდა. გამაყიდინა ბინა, ვიყიდით კაი ბინას, ორსართულიანს და მოგივლითო. როგორც კი შევედი ორსართულიანი სახლში, მაშინვე დაიწყო ლოთობა, დაანგრევა ყველაფრის. სახლიდან გატანვა, ტელევიზორი იქნება თუ დივანი იქნება თუ რა იქნება. ცოლ-შვილი გააგდო, იქიდან მერე წამოვედი, სანამ ლოთობდა, მეძინა რუსთაველზე, მეტრო რუსთაველთან, სკამებზე. აი ეს იყო ჩემი და ძაღლი ყავდა ზუსტად ჩემ გვერდით. და ბოლოს გამწარჩეს $11,000 წაიღეს, მე ქუჩაში გამაგდეს. აი იმის მერე აი ესე ვარ. დატანჯული. დაანცივა. აი ამ სიცივისგან 1 2 3 4 5 ნგე რამდენია? და ჩვენი მას როგორც ჩათმული ვარ ისე ჩვენი. აგერ დავფინე მის კარდონები რო არ შემცირდეს ფეხებზე. და ძვირია დენი. ვერ ვიხდი. გაჭირება როცა იყო. საჭმელი ხო გვინ პენსია არ აქვს, სამსახური არ აქვს. დავდივდით ნაგავზე. ბოთლს პოულობდი. ვაბარებდი, შუქის ფულს ვიხდიდი, კომუნალურებს მაგით. შეერი ხო არ ვიქნებოდი. ხო და იგავიცანი ეს პატარა ძაღლი, თავი დასთან ერთად. ლეკვები. ბავშვი გავზარდე. მაგი მაკავშირებს თორე. ეგრო არ იყოს მე აღარ დავჯდები მათ საერთოდ. და მე რომ მოვიდეს, იქ ერთ წუთს არ გავჩერდები იქ. მაგის გულისთვის მივდივარ თორე. შაბათია უნდა დამესვენა და
ახლა დამხდებიან ძაღლები. მოდი. აი ესე ყოველ დღე 20 წუთი მიწევს მეტრონე სიარული. ჩავალ მეტროში, მე რუსთაველზე ჩამოვდივარ და ავდივარ ძაღლთან ჩემთან. მელოდება ეხლაც ამ წუთას. აი ესე სანამ არ გავაკეთებ. დაინახავს ცელოფანს ვაქანავებ, მაშინ მოდის ჩემთან. მოდი ბათ, მოდი. ახლა ლამაზად მორბის. ბათ. რაუმე. რაუმი. მოგენატრე? მოგენატრე? კაი. სახში მარტო ვერ ავძლებ. მარტო ყობა და გამოვდივარ იმიტომ. სახში რო ვიყი აქამდე ცოცხალი არ ვიქნებოდი. ცუდია მარტო რო ვარ. აი ესე დამსაჯა ჩემმა შვილმა. თქვენი ერთადერთი მეგობარი ამჟამად? კი, ერთადერთი. შვილი იმდენი რამე ცუდი გამიკეთა. ეს მირჩევნია ჩემ შვილს. სანდოა მეგობარია. არ გიღალატებს არასოდეს. რა ცუდი გავიარე ჩემ შვილთან, იმას ვერ ავშლი თავიდან. როგორც კომპიუტერია ისეა ჩაწერილი. ტვინში. ვეღარ ვაგდებ. ეს რო არ იყოს მე მართლა გავგიჟდებოდი. არა ბათო. მოგეფერო? მადლობ გაიხარ. ხელში ამ ყუთმე არ ვიღებ, იმიტომ რომ ცხენია და იმიტომ ვდებ ჩუმად. ვიც მიცნობს ეგრევე მოვა ჩამიგდებს და ისე ცხენია. არ შემილია. სიცხვილია. კაი ხალხია ვერელები. მე თვითონ გავიზარდე აქ ბავშვობაში. გუდაურის ქუჩაზე ვცხოვრობდი მაშინ. პატარა ვიყავი, 2 წლის. ბათურაც კიდე დაიბადა ვერაზე. აქაურია. გამარჯობა. აგე როგორ არის, აგე. დავჩი უექიმოთ. აი გარი დაანცუდი. რატო ვერ მეთიხარ? იმიტომ რომ კაბინეტიდან გამაგდო ექიმა. მოწამული ვიყავი, მეთქი გამომიწერს წამალს. რო უთხარი, სიცხე მაგდა ის რა ქვია, აშლილი ობა მაქვს. მოწამული ვარ ვეუნები და გამაგდო. კორონა ეგონა. იმის მერე აღარ დავდივარ ექიმებთან. სიხარული არ მაქვს ხა პრინციპში. საერთოდ დავკარგე ღიმილი და ყველაფერი, აბსოლუტურად. მიდიხარ საღამოს, მოდიხარ დილით, სიცოცხლეს ფასი აღარ აქვს. აი ეს არის სასჯელი ჩვენი პენსიონერების. უნდა გეშინოდეს სიბერის ამ ქვეყანაში. უნდა გეშინოდეს. ვეღარ იცოცხლებ. წესში ვჭამ ერთხელ. ეგ არის ჩვენი კვება. ვიჯილები ვართ. კარგად რო ჭამო. 1-6-7 ლარი გინართ დღეში. ერთხელ რო ჭამო მარტო. ნორმალურად. აბა, ვეყოფა ეს პენსია? გადასახადი, რა ძვირია. ორმაგი მომივიდა ეხლა ქვითარში. აბა. როგორ უნდა გადავიხადო?
გამარჯობა. ოთი. ხალხი გაღარიბდა. აღარ აქვს ფული. შევატყე მე. სიღარიბეა. ადრე ბევრი მიყრიდა და ეხლა არ აქვს ხალხს ფული. ეხლაც მივდივარ ხანდახან. თარიელი. ვიღლები ძალიან და 5 საათამდე ვარ აქა და მე მივდივარ მიმყავს ზაღლი თავის სახლში. ძაღლს ვერაძებ ტოვებ, საცა დაიბადა, გაიზარდა და მე კიდე სახლში მივდივარ მაგ დროს. რახან 11 წელი მე აქა ვარ. ხალხი მიცნობს ძალიან ბევრი. მთელი თითქმის ნახევარი საქართველო. მითხრეს თუ აღარ იქნები, გაგიდგავთ ძექსა თავი დაღლიანად. რამდენი ადამიანია, რომელსაც აი ამ ბატონივით ძალიან მძიმე პირობებში უწევს ყოფა და დღიდან დღემდე თავი ძლივს გააქვს და ვისი სოციალური სიდუხჭირის მოგვარება ხელისუფლებას სურვილის შემთხვევაში ცხადია ძალიან მარტივად შეეძლო და ყავად შეუძლია თუ კი ამისი მონდომება ექნება. თვითმმართველობის რეალური ბერკეტი ყველა სოფელს. მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატიული ხარჯი და ხელისუფლება ხალხის სამსახურში. ასეთია ის დემოკრატიული მოდელი, რომლის დამკვიდრებას საქართველოში ერთადერთი ოპოზიციონერი მერი წალენჯიხაში ცდილობს. საბიუჯეტო თვალსაზრისით ეს მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი ყველაზე უფრო გაჭირვებულია. ამის მიუხედავად, მხოლოდ პოლიტიკური თანამდებობების პირებისთვის ხელფასების არ მომატებით ახლა დარჩეულმა მერმა რიგი სოციალური პრობლემების მოგვარება უმარტივესად პრაქტიკულად რამდენიმე საათში შეძლო, ესეც ის გამოსავალი, რომელზეც რამდენიმე წამის წინ ვსაუბრობთ. თუმცა სასწორზე ახლა მხოლოდ წალენჯიხის მომავალი არდებს. წარმატებული მოდელი არა მხოლოდ ქართული ოცნების უძლეველობის მითს ამსხვრევს, არამედ ახალ პრეცედენტს ქმნის, როცა ხელისუფლება ხალხს ემსახურება და არა პირიქით. სწორედ ამიტომ უამრავი ტექნიკური და სოციალური პრობლემების პარალელურად ერთადერთ ოპოზიციონერ მერს არნახული მასშტაბის პროპაგანდისტული შეტევის მოგერიებაც უწევს. მაშასე საქართველო მისი ერთი პატარა ნაწილი, სადაც უკვე 3 თვეა აღარ ოცნებობენ და რეალური საქმის კეთებით დაგავდნენ. ხვალ წალენჯიხაში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღეს 17, ხოლო ღამით 8 გრადუსი იქნება. ადრე ამინდის პროგნოზში არ აცხადებდნენ. 2021 წლის ნოემბრიდან კი 9 საათიანი ახალი ამბების დამთავრებისთანავე პირველი სწორედ ამ მუნიციპალიტეტის ამინდის შესახებ ვიგებთ. ეს წალენჯიხაა, რომელიც ახლა ამინდს ქართულ პოლიტიკაში ქმნის. აქ მერიაც და საკრებულოც ოპოზიციურია. აქ აღარ ოცნებობენ. 75 წლის ზაური და მისი მეზობელი ლიონი სოფელ მუჟავაში ცხოვრობენ. მუჟავა, ილორი და ნაშამგუ ერთ თემში შედის. ამ და წალენჯიხის დანარჩენ 13 თემში ახლა საზოგადოებრივი საბჭოს არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები თვითმმართველობის თანამმართველები ხდებიან. თითო თემში 20 თანასოფლელიდან არჩევანი 5 ადამიანზე უნდა გააკეთონ. აი ის 5 ადამიანი გადაწყვეტს სოფლის ბედს, მომავალ პროექტებს და ბიუჯეტსაც თავად გააკონტროლებს. აქ ცოცხალ დემოკრატიას ქმნიან. ძალაუფლება ხალხს უბრუნდება. კარგი ინიციატივა, იგანიშნო, ჩვენ თვითონ ვიცით რა არის საჭირო. ჩვენ თვითონ გადავწყვეტოთ თემში, ყველა უბანში რა გვჭირდება, რა არის პრობლემური საკითხები, რა წარმოვაყენოთ მერი წინაშე რაში დაგვეხმარებიან და ჩვენ გაცილებით უკეთ ვიცით ჩვენს უბანში, ჩვენს ქუჩაში, ჩვენ სამეზობლოდ რა არის პრობლემა, ვინმე შორიდან დანახული. აგერ 8 კილომეტრში არის ახალ მოსაზღვრე სოფელი. საზღვარი არის რუსების. ჩვენი სოფელი უნდა იყოს მისაბაძი, იქიდან უნდა ჩანდეს რომ აქ რაღაცა უკეთესობა ხდება, რომ არ არის ჩამგდარი სოფელი. ეს უპრეცედენტო არჩევნები საქართველოში ერთადერთი ოპოზიციური მერის ინიციატივაა. მერის, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ხელოვნური კრიზისი შეუქმნა. ყველა სხვა მუნიციპალიტეტისგან განსხვავებით, სადაც ბიუჯეტი წინა მოწვევის საკრებულომ ოცნების მერებს რამდენიმე დღეში დაუმტკიცა, გია ხარჩილავას ის უკან მოუბრუნეს. საბოტაჟი 2 თვე გრძელდებოდა. ბიუჯეტის ანალიზისას აღმოაჩინა, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასი საგრძნობლად იზრდებოდა. მერებისთვის რომ მიებაძა, გია ხარჩილავაც თვეში 2300 ლარით მეტ ხელფასს აიღებდა. პოლიტიკური თანამდებობის
პირების ხელფასების ნახტომისებური ზრდა ჩვენ არ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად, არ გაუზარდეთ მათ ხელფასი და 10%-იან ზრდაში მოვაქციეთ მხოლოდ. აი ამ ნაწილმა, არ გაზრდის ნაწილმა, ანუ ეკონომიის ნაწილმა შეადგინა მნიშვნელოვანი თანხა და ეს თანხა გადაუნაწილეთ ჩვენი დასუფთავების, კეთილმოწყობის, განათების მუშაკებს, წყალსახაჩის მუშაკებს, ბაღის პედაგოგებს, განათლების, ხელოვნების, კულტურის მუშაკებს, რომლებიც ყოველდღე შრომობენ. ადრიანი დილიდან გვიან საღამომდე ქალაქის ქუჩებს გვიან და მათი ხელფასი შეადგენდა 180-დან 280 ლარამდე. ანუ იმ ხელა იყო მატება ამ პოლიტიკური თანადობის პირების ხელფასის, რომ მათ ხარჯზე მიღებული ეკონომია, ანუ არ მატება ასეულობით ადამიანებს გადაუნაწილდა და საშუალოდ ამან შეადგინა 70 ლარი, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე. სხვაგანაც რო გაემარჯვა ოპოზიციას, მთელი საქართველოს მასშტაბით. ოცნება დაემშვიდობებოდა ბიუჯეტს როგორც პერკეტს კორუფციისთვის და კეთილდღეობისთვის და საბიუჯეტო კეთილდღეობა გადანაწილდებოდა მთელი ქვეყნის მასშტაბითაც ჯვრიკ ჩვეულებრივ ჩვენს პედაგოგებზე და ჩვენს ანალოგიურად დასაქმებულ ადამიანებზე. Slava Ukraine! ეს არის თქვენი მხარდამჭერი წერილი სანაცვლოდ უკრაინის რადა და გამოგიგზავნეს პერსონალურად ლვოვის დეპუტაციამ. დიდებული ამბავია. თავისუფალი წალენჯიხის ხმამ კიევშიც ჩააღწია. მხარდამჭერი წერილის ტექსტიც მკაფიო და გარკვეული. მასში რუსეთი სამჯერ იყო ნახსენები. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ახლა წალენჯიხას ოცნების ტროლ-ბოტები და სახელისუფლებო მედია უტევს. საღამოშვიდობისა წალენჯიხა ისევ ყურადღების ცენტრში ამჯერად იმ კანონდარღვევის გამო, რომელიც მერს უკავშირდება. გია ხარჩილავას უნებართვოდ მითვისებული მიწის ნაკვეთი აღმოაჩნდა. ღარიბაშვილის მიერ ცოლისთვის ტყის ჩუქების გადასაფარად ალბათ ყველაზე ეფექტური სატელევიზიო სიუჟეტის სათაური ასე ჟღერს. წალენჯიხის მერის საჩუქარი საკუთარ თავს. თანაც სიუჟეტი ვითომ და უკანონო მიწებზე ისე გაკეთდა, რომ მის მფლობელს ლევან მესხიას, რომელიც ამ ტერიტორიაზე ახლა დაფნას აშენებს და მუდმივად იქ შრომობს, კომენტარი საერთოდ არ თხოვეს. 2016 წლის აპრილში 6 წლის წინ ბიზნესმენმა და გია ხარჩილავას მეგობარმა საჩინოში 7 ჰექტარნახევარი მიწა შეიძინა. ამ 7.5 ჰექტარს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა ემიჯნება, რომელიც ყიდვისას ამ კონტურში იყო მოქცეული და წინა მფლობელს ის მიწაც ღობით ჰქონდა შემოსაზღვრული. შეძენის დღიდან მესხია სახელმწიფოსთან ურთიერთობის მოწესრიგებას ცდილობდა. მას სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნულ სააგენტოს ჯერ 2020-ში. შემდეგ 2021-ში და პასუხის არარსებობის გამო უკვე 2022-შიც მიმართა. ეგ არის 2020 წლის 17 დეკემბრის მიმართვა. მანამდე საკრებულოს წევრთან და სოფლის რწმუნებულთან მქონდა მე საუბარი ამ თემაზე, გამიგეთ? აი თხილნარი როა გაშენებული, ესეც იცოდნენ ამათმა და მსურდა კანონიერი გზით დამეკანონებინა საჯარო რეესში შევიტანე ნახაზი ავიღეთ და შევიტანე განცხადება დაკანონების შესახებ. ეს არის აბსურდი, რაშვაშია გია ხარჩილავა, რაშვაშია ამ ფართობთან გიორგი ხარჩილავა. ეს მე დავიწყე და მე ვაკეთებ ამას. დილიდან საღამომდე აგვდგავარ, გამიგეთ? მთელი ჩემი შრომა და ენერგია აქ არის ჩადებული. ყველა სოფლის მცხოვრებმა ეგ იცის. ოცვის პლანტაცია შენდება აი აქ. 2019 წლიდან გია ხარჩილავა საკუთრებაშია აი ეს 2.7 ჰექტარი მიწა, რომელიც მას ჩუქების წესით გადაეცა და სადაც ის მოცვის პლანტაციას აშენებს. ის ჯერ კიდევ მერობამდე ლურჯი მოცვის კულტურის ასოციაციის დამფუძნებელი და აქტივისტი იყო. ის მიწა, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა და რომლის საჯარო აუქციონზე გაშვების თხოვნით მესხიამ სახელმწიფოს მიმართა, წალენჯიხის მერის ნაკვეთთან კავშირში არ არის. როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ჩემს როგორც მერს აქ არსებული საკითხი? აღნიშნული მიწა გახლავთ სახელმწიფო საკუთრების. ანუ მის განკარგვას, გასხვისებას, უზურპფრუქტის წესით გადაცემას ან აუქციონს ახორციელებს ქონების მართვის ეროვნული სააგენტო, ანუ სახელმწიფო. მერიის საკუთრება ეს მიწა არ არის, შესაბამისად მერიას შეხება არ აქვს ამ მიწის რაიმე სახით გასხვისებასთან. მესხია მიმართა არა მერიას, არამედ სახელმწიფოს და იმ კანონმდებლობის ფარგლებში მიმდინარეობს მოქალაქეს და სახელმწიფოს შორის გარკვევა ურთიერთობის, ხოლო მერია გასხვისების პროცესში არავითარ როლს არ თამაშობს.
წალენჯიხის მერი ერთი კვირაა ცდილობს თავისი სიმართლე სახელისუფლებო არხის ეთერში მოყვეს. 11 თებერვლის შემდეგ ტელეკომპანიას ყოველდღიურად თხოვს ამისთვის დრო დაუთმონ, მაგრამ ამაოდ. წინააღმდეგობები გია ხარჩილავას ერთადერთ ოპოზიციურ მერად არჩევის დღიდან ხვდება. დეკემბრის, იანვრის და თებერვლის თვეში ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში კრიზისი შეექმნა. უმრავლესობაში ვართ ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად მოწვეულის ხდომა 5 ჯერ ჩაიშალა. ოცნებამ დაშინების ყველა მეთოდი გამოიყენა. წალენჯიხის საკრებულოს 27 წევრიდან 11 ნაციონალური მოძრაობიდან, 1 ლელოდან, 3 გახარიას პარტიიდან, 11 ქართული ოცნებიდან და 1 ვითომ დამოუკიდებელი წევრია. ოპოზიციის ერთიანობისთვის გახარიას გუნდის მხარდაჭერა გადამწყვეტი გახდა და შესაბამისად მას მაღალი პოლიტიკური ფასი დაედო საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა. ოპოზიცია ამ წინადადებას დათანხმდა და 20 იანვრის შემდეგ წალენჯიხის საკრებულო ვეღარ ოცნებობს. ვარდების რევოლუცია დაიწყო წალენჯიხი და მე ვარ მისი ერთ-ერთი მონაწილე და ისევ გაგრძელდება წალენჯიხი და აღმაშენებლობა ყველაფერი სიკეთე საქართველოს. მიშასთან ერთად. მიშასთან ერთად. თავისუფლება მიშას. ბიუჯეტი 1 თებერვალს დაამტკიცეს. სოციალური პაკეტებისთვის პროგრამები 240,000 ლარით გაზარდეს. თუმცა ახლა უნდა იჩქარონ. ტენდერები სწრაფად უნდა გამოაცხადონ და დაკარგული 2 თვე აანაზღაურონ. წალენჯიხის მეგობართა კლუბი ჩამოყალიბდა არჩევნების შედეგის გამოცხადებისთანავე. მეგობართა კლუბში ბიზნესმენები, ორგანიზაციები, ოპოზიციური არხები, ხელოვანები და წალენჯიხის გულშემატკივრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაერთიანდნენ. ბუნებრივია, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ბევრს ვერ გაწვდება. ამიტომაც წალენჯიხის განვითარებას მეგობრები თავის თავზე იღებენ. ეგრისის ქედისა და მდინარე ჭანისწყლის ნაპირზე კონკურსი გამოცხადდება და ევროპული პარკი გაშენდება. უკვე გაიხსნა დემოკრატიის ჰაბი, რომელშიც 5 საგანმანათლებლო პროგრამა მიმდინარეობს. წალენჯიხის ბიბლიოთეკაში კომპიუტერები და საბას ნომინაციაში 10 წლეულების განმავლობაში ყველა გამარჯვებული წიგნი ჩამოიტანეს. კულტურისა და ინოვაციის ცენტრის აშენება, წიგნის ფესტივალი, ჭადრაკის სახლისა და მერიის მოდერნიზაციაც უახლოეს მომავალში იგეგმება. ორფერშია, ხო? ორფერშია. მაგარი. ეს დამცავი იქნება მერი ჯვარის მაცხოვრებლებს ახლა იმ თანამედროვე ტიპის სტანდარტებში დასრულებული საფეხბურთო მოედნის პროექტის სურათებს აჩვენებს, რომლის მშენებლობაც ამ სამშაბათს დაიწყება. ჯვარში ერთადერთი მოედანი ისეთ მდგომარეობაშია, რომ პროფესიული სპორტული ვარჯიშების ჩატარება აქ შეუძლებელია. წალენჯიხის მეგობართა კლუბი მუშაობას იწყებს. მხოლოდ ამ პროექტის ღირებულება 900,000 ლარია. მეგობართა კლუბის თაოსნობით ყველა ეს პროექტი, რაც დაგეგმილია, დაპროექტებულია, დაწყებულია ან დაწყების სტადიაშია, ისევე განხორციელდება როგორც შემდგარი კოალიციური მთავრობა. IT სკოლა გაიხსნება მარტში, დოიჯაშვილი ეგარეთის სკოლა როგორც მიმდინარე პროექტები, სოციალური ჯანდაცვის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, საგანმანათლებლო მოდერნიზაციის პროექტები გაწერილ ვადებში შესრულდება სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ვადასტურებ.